კოცებს მინდა ერთი რაღაც მარტივი რაღაცა აუხსნა. აი უყურეთ კოცებო, რომ არა ის ჟურნალისტები, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ გორში იმ ლოცულაშვილის ცემას და გვემას. ეს საქმე არ გამოვიდოდა იქიდან არაფერი და ჩაიფარცხებოდა, საიდუმლოდ დარჩებოდა. და იქ ის ჟურნალისტები იყვნენ, რომლებიც თქვენ არ მოგწონთ, ანუ რომლებიც deep state-ის მონები არიან თქვენი ლოგიკით და იმით რა ქვია, გააზრებით, რასაც ჩაგძახებენ ახლა კობახიძე და პაპუასაშვილი, იმას თქვენც იმეორებთ ქვევრივით, ხო? ანუ არ არის აუცილებელი ჟურნალისტი ან მედია საშუალება მოგწონდეს. ნიშნულობა არ აქვს, თავარი ის არსებობდეს დამოუკიდებლად თვითონ. როცა არსებობს თავისუფალი ჟურნალისტიკა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმის და მიუხედავად შენ მოგწონს თუ არა მისი სარედაქციო პოლიტიკა. ეს აუცილებელია პირდაპირ ვთქვათ თქვენი შვილების სიცოცხლისათვის და გადარჩენისათვის. იმიტომ რომ როცა პოლიცია ეს კოც რეჟიმი, რა ვიცი, ყველა თავს იგრძნობს აბსოლუტურად დაუსჯელად, როცა მას არ ეყოლება გამკონტროლებელი თავისუფალი მედიის ან თუნდაც ჩემნაირი ადამიანების სახით, რომლებსაც ფეხზე კიდიათ ქოცნებად, ნაცნებად და ყველა პარტიაც, მაგრამ საკუთარი ხალხის სამსახურში, სამშობლოს სიყვარულით აკეთებს ამ ხილების რეპორტაჟებს თუ ბლოგებს თუ ვიდეოებს. ანუ ჩვენ ვართ თქვენი სასიცოცხლო მნიშვნელობის ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ არ გიყვარვართ და პირიქით ახლა მე დაწუნებული ვარ და ვიცი კიდევაც რამდენს ვეზიზღები. მაგრამ როცა ადამიანი არსებობს, რომელიც იცავს, ასე ვთქვათ, წესრიგს, ამით გიცავთ თქვენს, თქვენ შვილებსაც. აი იგივე იმ ლოცულაშვილის ამბავი აიღოთ. თუ ვიმსჯელებთ მისი მამიდის გორელი პედაგოგის სიტყვებით, ეს ოჯახი კოცური არის აშკარად. ხო? ლოგიკურად ასე არის. შვილი კი ნაღამ მოუკლეს ამ კოცურ ოჯახს. ჩვეულებრივად შემთხვევით ქუჩაში რაღაცა შელაპარაკება მოვიდა პოლიციელებთან, რომლებიც ამოწმებენ საბუთებს, დაძრწიან ასე და კი ნაღამ შეიწირეს ეს ბიჭი და ღმერთმა კარგად ამყოფოს ხვალდაზე რა მოუვა, არავინ არ იცის, იმიტომ რომ ისია მუცელში და ნეკნებ დამტრეული ნაცემი და ასე შემდეგ, რომ ხვალ რა იქნება არავინ არ იცის. აი ასე კოცებო, თქვენი შვილები და თქვენ პირადად რომ არ მოხვდეთ ამ პირუტყვებად ქცეული პოლიციელების წიხლქვეშ, ამისათვის საჭირო არის თქვენგან განსხვავებულად მოაზროვნე, მაგრამ თავისუფალი დამოუკიდებელი ჟურნალისტები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩემნაირი ჩვეულებრივი თავისუფალი ადამიანები, რომლებიც დედისტრაქს აგინდებენ კოცებს და მათ რეჟიმს. ასე რომ იცოდეთ ეს. გაიაზრეთ, აბა ეხლა მე რაც ვთქვი და ვინძლო ხვალიდან ისეთი ზიზღი არ ქონდეს. ბიძინა ივანიშვილი როგორც ამბობს, ხოლობით და მრავლობით ზმნას ერთად, იმიტომ რომ ძალიან განათლებული არის, მაგრამ სიმაღლეს ჩვენ ვერ მივაღწევთ. აი ეს გაიაზრეთ ყველაფერი და იქნება ხვალიდან აღარ დაუწყოთ ფურთხება და ლანძვაგინება იმ ხალხს, რომელიც თქვენი შვილების სიცოცხლისთვისაც იბრძვიან. როცა იბრძვიან სამშობლოს თავისუფლებისათვის, როცა იბრძვიან სიტყვის თავისუფლებისათვის და საერთოდ ყველაფერი სიკეთისთვის, რაც ევროპულმა ცივილიზაციამ დაამტკიცა უკვე ამდენი ათწლეულის განმავლობაში. მე მგონი ახლა დებილი თუ არა ხარ საბოლოოდ, უნდა იცოდე, რომ ევროპული კანონმდებლობა და ევროპული ცივილიზებული ცხოვრება მნიშვნელოვნად აღემატება ქართულ, კოცურ, რუსულ ბოსელს. გავცელეთ ეს ვიდეო, წარმატებებს გისურვებთ ყველას.